მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი აქვთ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდო ხორციელდება. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკი გახლავთ, რომელიც უკვე წლებია განათლების მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. გუშინ მასწავლებლის ჯილდოს კონკურსი მონაწილეებისთვის განაცხადების მიღება ოფიციალურად დაიწყო და მასწავლებლებს თავად შეუძლიათ განცხადების წარდგენა. ამასთან მასწავლებლის ნომინირების შესაძლებლობა როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს აქვთ. უფრო ვრცლად დეტალებს მარია მიზორიას მიერ მომზადებულ სიუჟეტში გიყვებით. მომავალი განათლებაშია. ამინდეის რწმენით 2017 წელს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაწესდა და მას შემდეგ პროექტი ყოველწლიურად წარმატებით ხორციელდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის გაზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისთვის მათ წარდგენას. პროექტისთვის სამზადისი ტრადიციულად განაცხადების მიღებით დაიწყო. 23 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ნომინირება გაუწიოს მასწავლებელს ან თავად წარადგინოს აპლიკაცია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ოფიციალურ საიტზე. ყოველ წელს პროექტის სიახლეებით დატვირთულია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტის წახალისებაში საქართველოს ბანკიც ერთვება. ბანკი პროექტის მთავარი მხარდამჭერია. მათი CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რითაც 500-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის განათლების შესაძლებლობას ქმნის. ამჯერად პორტფელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტი შეემატა. საქართველოს ბანკი უკვე წლებია განათლების მხარდამჭერია მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ძალიან გვიხარია, რომ წელს უკვე პირველად ვართ მხარდამჭერები მასწავლებლის ჯილდოსთვის, რომელიც ძალიან საყვარელი პროექტი არის ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის. დღეს გაიმართა ღონისძიება, სადაც დაანონსდა უკვე ახალი კონკურსი ამ პროექტის ფარგლებში, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს მოსწავლეებს განსაკუთრებით აქვს საშუალება, რომ წარადგინოთ მათთვის რჩეული მასწავლებლები, რომლებმაც შეძლეს მათთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები განიხორციელონ. კონკურსი გრძელდება 23 მაისამდე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკურსში თითოეულმა თქვენგანმა მონაწილეობა მიიღოს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წარმატებას ადასტურებს შედეგები, რომელსაც რიცხვები ამყარებს. გასულ წელს ჯილდოზე 3000-ზე მეტი ადამიანი იყო წარდგენილი. კონკურსის მონაწილეებს პროექტმა განსაკუთრებული მოტივაცია მისცა. ბევრისთვის მასწავლებლის ჯილდო ახალი თავგადასავლების დასაწყისიც აღმოჩნდა. დავიწყეთ მასწავლების ეროვნული ჯილდოს 25 წლის კამპანია. კონკურსი წელს წარდება მე-9 და ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რომ ამ წლების მანძილზე არაერთი საინტერესო და გამორჩეული მასწავლებელი წარმოაჩინა ჯილდომ და წარუდგინდა საზოგადოებას. ძალიან გვიხარია, რომ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიას საქართველოს ბანკის შემოერთა. ამ ტიპის ჩართულობა კონკურსში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვახორციელოთ და შემდეგ მასწავლებლებისთვის ბევრი სასიკეთო საქმე ვაკეთოთ. მინდა მოუწოდო მასწავლებლებს ჩაერთონ კონკურსში და საზოგადოებას კი ვთხოვოთ წარადგინონ თავიანთი რჩეული მასწავლებელი, რადგან ეს მათთვის არის ძალიან დიდი მოტივაცია. სწორედ ეს პროექტი იყო ჩემთვის მოტივაცია, რომ დავეფუძნებინა მასწავლებელთა პროფკავშირი, რომ მიმეღო მონაწილეობა მასწავლებელთა გაცვლით პროგრამაში. ამ ორმა ეტაპმა კიდევ ცხოვრებისეულმა, რომელიც გავიარე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შემდეგ, დამანახა, რომ შეგიძლია კიდევ რაღაცეების ცადო მიაღწიო ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 3 ეტაპად ჩატარდება. გამარჯვებულს კი 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური 5 ოქტომბერს გამოავლენს. ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ გასული წლების მსგავსად წლევანდელ კონკურსსაც ღირსეული მონაწილეები და გამარჯვებული ეყოლება. შედეგად პროექტი უკვე მე-9 წარმატებულ პრეცედენტს შექმნის.